10 წლის წინ ხაშურის პირველ საჯარო სკოლაში მხატვრული კითხვის წრე გავხსენი, რომელსაც აკვარიუმი დავარქვი. ჩემი გამოცდილება და ცოდნა მათთვისაც მინდოდა გამეზიარებინა, თუმცა მალევე მივხვდი, რომ სასცენო მეტყველებამდე 8-9 წლის გოგობიჭების სწორ მეტყველებაზე უნდა მემუშავა, რადგან ამის საჭიროება ნამდვილად იყო. სამწუხაროდ, ინგლისური ენის ფონეტიკამ ქართული ბგერები ჩაანაცვლა და სავალალო შედეგით სახეზეა. მეტყველების კურსის პარალელურად ბავშვებს ქართული პოეზიის მარგალიტებს ვაცნობდი, რაც დღემდე ჩემი მუშაობის ღერძია. სრულიად მოულოდნელად მაჩაბელას საბავშვო თეატრალურ ფესტივალზე მონაწილეობის შემოთავაზება მივიღეთ თბილისში, საიდანაც წარმატებით დავბრუნდით. ამის შემდეგ აქტიურად დავიწყე მუშაობა სპექტაკლებზე და სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობაც. პანდემიის შემდეგ საკუთარი ჭერი გადავაკეთე და სახლის თეატრი დავაფუძნე, სადაც დღემდე კვირაში 5 დღე აკვარიუმის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მეცადინეობებითა და რეპეტიციებით ვარ დაკავებული. ბავშვები აქ სწავლობენ სწორ მეტყველებას, სწორ სუნთქვას, მხატვრულ კითხვას, სასცენო მოძრაობას, ემოციის ხერხებს, პოეზიისა და ლიტერატურის ანალიზს, ქართული ენის გრამატიკასაც კი, მაგრამ უპირველესად სწავლობენ მეგობრობას, მოსმენისა და კამათის კულტურას. აი ამ ყველაფერს ერთი ადამიანი ვითავსებ, რაშიც ბავშვების დიდი სიყვარული მეხმარება. დღევანდელი ციფრული ეპოქის მოზარდი რომ ამ ყველაფრით ინტერესდება და სიხარულით მოიჩქარის, ეს უკვე გამარჯვებაა, წარმატებაა, რომელიც ისედაც არ აკლია აკვარიუმის თევზებს. სულ ახლახან ანტალია ქემერის შემოქმედებითი ფესტივალიდან დავბრუნდით 2 ასაკობრივი კატეგორიის ნამუშევრებიდან საუკეთესო სპექტაკლი და საუკეთესო რეჟისურა მივიღეთ, ასევე დაფასდა ბავშვების შრომაც. ეს ყველაფერი მხოლოდ აკვარიუმის ბავშვების მშობლების ფინანსური მხარდაჭერით ხდება. რთულია, მაგრამ ამჯერად მიზანი ამართლებს საშუალებას. ჩემი პირველი აკვარიუმელი და ინსპირაცია ჩემი შვილია გიორგი, რომელიც ჩემი სპექტაკლების ქორეოგრაფიც არის. წელს აკვარიუმის 5 თევზე ოკეანეში გადაინაცვლებს. წარმატებულ სტუდენტობას უსურვებ მათ. აკვარიუმი კი კვლავ ელის ახალ თაობებს.